მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა ვისაუბრო ასევე საჭირო თემაზე, რომელიც დაგაინტერესებთ თქვენც ეს ერთი და მეორე ზოგიერთ შეიძლება გიჭირთ კიდეც ამის აღქმა გაგება და შესაბამისად მინდა რომ დაფიქრდეთ ამის თაობაზე. რა არის მთავარი, როცა სანამ შევალთ ესე ვთქვათ პოზიციაში, რა არის მთავარი? მთავარი აქ რო გითხრათ რომ ბევრი რამეა არა რა თქმა უნდა. მთავარი აქ არის ის მომენტი რომ სწორად იქნას აღქმული უშუალოდ მიმდინარე მდგომარეობა, სიტუაცია ბაზრის. ანუ თუ ბაზრის მიმდინარე სიტუაცია არ იყოს სწორად აღქმული და ძირითადი მიმართულებები არ იყოს სწორად დალაგებული, რა თქმა უნდა იქ გაკეთება რამის შეუძლებელი არის. რას გულისხმობ, ხო? რეალურ მაგალითზე რომ ნახოთ, ოქროს მაგალითი ყველაზე ესეთი რეალურია, თუმცა ასევე ფუნდზეც ანალოგიურად გააკეთა, ევროზეც ანალოგიურად, შვეიცარიაზეც ანალოგიურად, ანუ ძალიან ლოგიკაში ისა ჩასვა ბაზრები რა, ბოლო პერიოდში ბაზრებმა თავისთავად ბოლო პერიოდში, რაც ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი დეტალი არის. ეხლა რას ვაკვირდებით უშუალოდ ოქროზე? ოქროზე ვაკვირდებით იმას, რომ კი ბაზარი მიდის ზევით, ანუ თუ ჩვენ შევხედავთ გრძელ დისტანციას, თავისთავად აღმოვაჩენთ, რომ ბაზარი მიდის ზევით და ბაზარი მიდის ზევით უკვე დიდი ხანია, ხო? მაგრამ აი დღის გრაფიკს თუ გადავავლებთ თვალს, აქ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ ბაზარზე იკლებს მაქსიმუმ მინიმუმების ცვალებადობა. ანუ გასაგებია რომ ტალღის ძირში ჯერ არ ჩამოსულა, ანუ ტალღის ძირი ამ შემთხვევაში რა არის? და რომელი წერტილია, ხო, აი ეს მინიმალური წერტილი. ეს ტალღის ძირი არის. აქამდე ბაზარი ჯერ არ ჩამოსულა, ეს გასაგებია. თუმცა შიგნით თუ გადავავლებთ თვალს, ხო, ესეთი ძლიერი ვარდნებია და ბაზარი მოდის ქვევით. მნიშვნელოვანი არის აქ რა? მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ შეგვეძლო გვევაჭრა სელზე, რა თქმა უნდა, სრულად ამ პერიოდის მანძილზე არა, მაგრამ აი როდესაც უკვე ყველაფერი კარგად დადასტურდებოდა, ჩვენ შეგვეძლო გვევაჭრა სელზე, საკმაოდ თამამადაც შეიძლება ითქვას. პირველი ესეთი სიგნალი, როდესაც შეგვეძლო გვევაჭრა სელზე, იყო როდის აი ამ კონკრეტულ მომენტებში, ანუ როდესაც ბაზარმა აი ეს გააკეთა. აქ რა არის ძალიან ნიშანდობლივი, ხო? რატომ მაინც და მაინც მანდ და არა სხვაგან და ასე შემდეგ. პირველი, ხო? ნიშანდობლივი არის ერთი ფაქტი. რომ ბაზარმა გააკეთა ძლიერი ვარდნა, ეს ერთი, ანუ ფაქტიურად 3 დღე მოდიოდა ქვევით. ამის შემდეგ ბაზარმა რა თქმა უნდა დაიწყო აღმავალი სვლა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ძლიერი მოძრაობის შემდეგ, ერთი მიმართულებით. ანუ ერთგვარი აღდგენა ხდება ფასების, იქ ბევრი რამე პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ ნუ ეს ჩვეულებრივი ამბავია. გასაგებია, მაგრამ ხო შეიძლება ამ დროს რომ ბაზარი ზევით წავიდეს, ხო, რა თქმა უნდა შესაძლებელია რომ ბაზარი ზევით წავიდეს. თუმცა თუ დავაკვირდებით ჩვენ მაქსიმუმ მინიმუმების ცვალებადობას, აი აქ უშუალოდ და გადავალთ თუნდაც 4 საათიან გრაფიკზე, მოდი აი გადავიდეთ და შევხედოთ, რას ვხედავთ აქ. აქ ვხედავთ ჩვენ კლასიკურ ფორმებს, რაც კი მოხდა ბაზარზე, აი აბსოლუტურად კლასიკურ ფორმებს, რაც კი მოხდა ბაზარზე. ეხლა მოდი დავაკვირდეთ ამ ფორმებს, ხო? ჩვენ გქონდა ეს ესე ვთქვათ ფლეტი, აღარ გვინდა არც სამკუთხედი, არც არაფერი და ასე შემდეგ. ჩვენ გქონდა ეს ფლეტი, ბაზარმა ეს ფლეტი გაარღვია და რა ქნა ამის შემდეგ, ხო, გარღვევის შემდეგ, ძლიერი გარღვევის შემდეგ, ეგრევე ძლიერად შემოიტანა ბაზარმა თავის თავი ამ ფლეტის შიგნით. მეს უამრავჯერ მაქვს ნათქვამი, ეს კომბინაცია უამრავჯერ მაქვს ნათქვამი და აქ ფლეტის შემდეგ კვლავ ჩამოაყალიბა ახალი ფლეტი. ეს 4 საათიან გრაფიკზე და შეგვეძლო თუ არა აქედან გვევაჭრა. თავისთავად ეს არის უკვე სელის სცენარი. ანუ ერთი არის ის რომ გვაქვს ეს ვარდნა და ამის შემდეგ გვაქვს უკვე ეს. რა თქმა უნდა, ნახეთ, მე არ ვიძახი რომ მხოლოდ ამით შეგვეძლო გვევაჭრა, ანუ პირველ შემთხვევაში, ხო? ეს მაპატიე და სისულელია, ამით ჩვენ ვერ ვივაჭრებდით, იმიტომ რომ
ხშირად არის ასეთი ვარდნის შემდეგ, როგორ აღიდგენს ხოლმე თავს ბაზარი. მაგალითად, როგორც მოხდა იენზე, ხო? ძლიერი ვარდნის შემდეგ, აბატონო, ეხა სად ვიმყოფებით, ხო? საერთოდ ერთგვარ ისტორიულ მაქსიმუმთან ვიმყოფებით და ნუ თუ გადავლახავთ, ისევ წავალ ძევით. ანუ აღდგენა ჩვეულებრივად თავის ხდება ხოლმე. ბევრთან არის ეს მაგალითები და შესაბამისად, აი თუნდაც ეს ახტომის შემდეგ როგორც ჩამოვიდა წყნარად, ესე ვთქვათ, ფუნტი და ასე შემდეგ. და აი აქ არის ეს ზუსტად ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ერთი ფაქტით ჩვენ ვერ იმას ვიზავთ, რა ქვია, ვერ შევხედავთ სურათს. სურათი უნდა შევხედოთ რამდენიმე ფაქტით. კარგი, თქვა ჩამოვარდა და მინდა სელზე ვივაჭრო ამის მერე. ველოდები, ხო, რა მოხდება? რა მოხდება და დაახლოებით ესეთი რამ, დაახლოებით უკვე ესეთი რამ უნდა მოხდეს იმისათვის, რომ მე უკვე გადავდგა ნაბიჯი სელზე. აქ ხდება ესეთი რამ, თუ ეს არის ტალღა და ეს არის კორექცია, სადამდე შეიძლება მოვიდეს შემდგომ აი ეს მოძრაობა, სადამდე შეიძლება წამოვიდეს, ხო? ყველაზე ესე ვთქვათ მაქსიმალურად დაბლა, სადაც შეიძლება რომ ჩამოვიდეს, რა თქმა უნდა, არის ეს მინიმალური წერტილი. აი ყველაზე მაქსიმალურად მინიმალური წერტილი, მოდი ესე დავარქვათ, ხო? სადამდე შეიძლება ჩამოვიდეს. და აქ უკვე, ესე იგი რა გამოდის, აქ მე მაქვს უკვე ერთგვარი რუქა. ამ რუქაზე ჩანს, რომ ბაზარი უკვე მოდის ქვევით და მე ახლა აქ შევალ, ამ გარღვევებზე შევალ, ამ თქვათ კორექციაზე შევალ თუ ასე შემდეგ, ამას უკვე არა აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში ბაზარი მოდის ქვევით. ეს უკვე ვიცი. დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ბაზარი მოდის ქვევით. გამოსვლის ფასი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არის ეს მაქსიმალურად, ესე ვთქვათ, მინიმალური მომენტი, ხო? ეს მინიმუმი ამ შემთხვევაში გამოსვლის დრო. Take-ში გამოსვლის დრო, ანუ take-ი, როდესაც უნდა დავაფიქსირო. და ეხლა ისმის შეკითხვა, ხო, თუ თქვათ ესე არ მოხდა, მაშინ როგორ ვიქცევი? მაშინ ვიქცევი ისე, რომ ვაკვირდები, აი მაგალითისთვის, თუ ბაზარმა ამის შემდეგ გაარღვია ზევით. ხო, რა შეიძლება ვთქვა? მე შეიძლება ეს ლოგიკა შევინარჩუნო მხოლოდ და მხოლოდ მანამდე, სანამ ბაზარი არ გადაარღვევს ამ მაქსიმუმს. ანუ თუ ბაზარი გადაარღვევდა ამ მაქსიმუმს, ამ გარღვევის შემდეგ გადაარღვევდა ამ მაქსიმუმს, თავისთავად ჩემი ლოგიკა სელზე აქ უკვე ესე ვთქვათ კვდებოდა. და ვაკვირდები მერე უკვე ბაზარს რა მოხდება, ანუ მე თუ მაქვს სელი გადაწყვეტილი, მე ბაიზეც არ ვფიქრობ. მე უბრალოდ ვაკვირდები ბაზარს, რომ სელზე როგორ წამოვიდეს. იმედია გასაგებია რას ვთქვი. ამის შემდეგ ნახეთ რა ხდება, ხო? ბაზარი კვლავ მიემართება ზევით. ბაზარი ერთგვარად ნახეთ, დააკვირდით ამ ეს ძალიან საინტერესო მომენტი ხოლმე. პატერნებში ავხსენი ეს სხვა შორის ეს მომენტი, ეს არის სოლის პატერნი, ბოდიშით. ეს არის სოლის პატერნი. და აქ ხდება ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, რომ მინიმუმები უფრო აქტიურად იწევს ზევით, ვიდრე მაქსიმუმები, ესე ვთქვათ, ახლდება, ხო? აი მაქსიმუმები როგორ ესეთი რბილად ახლდება, ანუ ძალიან დიდი გადარღვევები არ აქვს და მინიმუმები საკმაოდ კარგად ახლდება. რა ხდება აქ საერთო ჯამში? საერთო ჯამში ხდება ის, რომ ბაზარი რა თქმა უნდა გარკვეულ დონის ზევით უკვე ვეღარ ავითარებს თავის მოძრაობას. საერთო ჯამში ირღვევა უკვე ეს წერტილი და ხედავთ მერე უკვე ესე ვთქვათ მოჭიდების მომენტს დონის ქვეშ და ბაზარი აგრძელებს დაღმავალი ტრენდის განვითარებას. აქაც საერთო ჯამში აი მინიმუმი მონიშნული მაქვს, ყველაზე ესეთი ეფექტური გამოსვლის მომენტი, რა თქმა უნდა, შეიძლება ყოფილიყო ეს, ხო? თავისთავად შიგადაშიგ ჩვენ გვხვდება აი ეს მომენტი, ახლა გაჩვენებთ. ანუ ბაზარი მოდის ქვევით, აი ნახეთ სამკუთხედებია აქ ძალიან ბევრი რატომღაც. ასევე ბაზარი მოდის ქვევით და ხდება გადარღვევა. აბატონო, აი ეს გადარღვევა ხდება. შეხედეთ. ხო, ხდება გადარღვევა და რა ვქნათ ამ დროს, ხო? ბაიზე ვიფიქროთ, რა თქმა უნდა, თუ მე გადაწყვეტილი მაქვს, რომ ვიფიქრო სელზე, აქ რა თქმა უნდა ბაიზე არ უნდა ვიფიქრო, ხო? აქ ვაკვირდები რა მოხდება, ხო? შეიძლება აქ მოხდეს ისეთი რამ, რომ ბაზარმა კვლავ განავითაროს აღმავალი სვლა,
მივიდეს აი ამ მაქსიმალურ წერტილებამდე, მოხსნას ლიკვიდურობა, ესე ვთქვათ, და ამის შემდეგ კვლავ წამოვიდეს ქვევით, ხო, დაღმავალი მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეიძლება. ამიტომ ვაკვირდები, მაგრამ აქ ხდება ერთი ძალიან საინტერესო მომენტი. ბაზარი ტრიალდება კვლავ აი ამ ფლეტის შიგნით. ნუ გასაგებია აქ პირდაპირ ვარდნა გააკეთა და ფლეტი არ შემოგთავაზე აქვე სიახლოვეს, მაგრამ აქ უკვე გვთავაზობს ცოტა ესეთი ბევრი დრო დასჭირდება თავისთავად, ანუ მოკლე დრო, როგორც ხედავთ, აქ ვერ გამოდის ეს მოკლე დრო, იმიტომ რომ 4 საათიან გრაფიკზე ვიმყოფებით და მინიმუმ 1 კვირა მაინც გვინდოდა ეს დაგვენახა. აქ ხედავთ ერთ რამეს, რომ ბაზარი კვლავ ჯერ აყალიბებს ფლეტს და მოდის ქვევით, ისევ მიდის იგივე წერტილთან, ბაზრის დაცლა, როგორც იცით, ეს ჩვეულებრივი მოვლენა არის, შესაბამისად ამის შემდეგ ავითარებს უკვე დაღმავალ ესეთ მოძრაობას, ხო? და ეს მინიმუმი, აი დააკვირდით რა კარგი მინიმუმი არის. მონიშნული მქონდა ეს მინიმუმი სპეციალურად, ანუ დღის გრაფიკზე არის მონიშნული ეგ მინიმუმი, სადაც აი ძალიან კარგი კონცენტრაცია მოხდა აქ უშუალოდ ამ დონეზე უშუალოდ ბაზრის მხრიდან, ხო? კონცენტრირება მოხდა ფასების. და ბოლო მომენტი, რაც მინდოდა რომ გამემახვილებინა ყურადღება. აი გუშინდელ დღეს თუ არა ვცდები, ხო? გუშინდელ დღეს ნუ ისა გასაგებია რომ შეიძლება 4 საათიან გრაფიკზე მუდმივად არაფერი არა გავაკეთოთ, გადავიდეთ ხოლმე დაბალ ტაიმფრეიმზე, რასაც მე ვაკეთებ ხოლმე ესე. ანუ თუ 4 საათიანზე არ ჩანს ის მომენტი, რაც მე მინდა რომ დავინახო, რა თქმა უნდა, უფრო დაბალ ტაიმფრეიმზე გადავდივარ. და აქ მოხდა ესეთი ძალიან საინტერესო მომენტი, ხო? გუშინდელ დღეს თუ ორშაბათის დღეს. მოკლედ ძალიან საინტერესო მომენტი. ბოდიშ დღე მერევა სოფელში ვიყავი, რაღაც საქმეები, იქითური, აქეთური, ამიტომ მერევა ზუსტად ეს დღეები და ასე შემდეგ. მოხდა ესეთი მომენტი, ჩვენ გვაქვს აქ ძალიან კარგი ფლეტური მდგომარეობა, საიდანაც რა დაიწყო? აი აქ მნიშვნელოვანი დეტალი. საიდანაც დაიწყო დაღმავალი ძლიერი სვლა. ანუ აი აქ დაიწყო დაღმავალი ძლიერი სვლა. ესე იგი რა გამოდის, რომ ესე გამოდის ის, რომ ამ ფასები დაინტერესებულია გამყიდველი შესაბამისად ამ ფასების ესე ვთქვათ, ამ ფასებთან დაბრუნდება ბაზარი, უკვე ვაკვირდებით რა შეიძლება მოხდეს. თუ ჩვენ მაგალითად ამ ფასებთან არ დაბრუნდა და გაარღვია ეს ფასები უკვე, ნუ გასაგებია რომ შესაძლებელია ბაზარმა ეს ფლეტიც გაარღვიოს, იმიტომ რომ აქედან ბაზარმა ძლიერი სვლა გააკეთა. ანუ ძალიან დაინტერესებული არიან ფასებით. ეხლა უკაცრავად რა ხდება აქ? ხდება ის, რომ პირველ რიგში ბაზარი მიდის ამ ფასთან, ძალიან ჩვეულებრივად მიდის ამ ფასთან და ჩერდება. აი ესეთი ფლეტური მომენტი აქ უკვე ბაზარს, ხო, ჩერდება. არღვევს ძლიერად ქვევით, ეხლა ზუსტად აქედან შევიდოდი და იქიდან შევიდოდი, არა რა თქმა უნდა, აქედან და იქიდან ვერ შევიდოდი, მაგრამ ვაკვირდებით, კვლავ ვაკვირდებით, ანუ გამომდინარე იქიდან რომ ცოტა ისევ თავიდან მინდა დავიწყო, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ გვაქვს დაღმავალი სურათი, გამომდინარე იქიდან რომ კი ტრენდი ძირითადი აღმავალია და კორექციაში ვაჭრობთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ბევრი თვეები უკვე დაღმავალი მოძრაობა. 4 საათიან გრაფიკზე ყველაფერი მიუთითებს სელზე, დღიან გრაფიკზე მიუთითებს სელზე. 4 საათისა, ბოდიში 1 საათიან გრაფიკზე უკვე ველოდები დადასტურებას, რომ ბაზარმა შეცვალოს ეს მოძრაობა, აი ეს უშუალოდ მოძრაობა, გააჩეროს, შეცვალოს და აი აქ უკვე მეც შევდივარ პოზიციაში. ეს ღამის საათებია, აი დააკვირდით. ღამის საათებია და დილის საათებში უკვე დაიწყო აი ეს დაღმავალი მოძრაობა, ხო? აქაც თუ ჩავყვებით მაგალითად უფრო დაბალ ტაიმფრეიმზე, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს, ხო? ესეთი ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს, შესაბამისად გახსოვთ ალბათ ეს მდგომარეობა ბაზარზე, 3 ესეთი დაშვება, წყნარი დაშვება, რომლის შემდეგაც ველოდებით უკვე დიდ მოძრაობას ქვევით. აი 15 წუთიან გრაფიკზე ეს ჩანს და ხედავთ მე რამხელა მოძრაობა გააკეთა ბაზარმა. უშუალოდ ამ კონკრეტულ სურათზე.
და ბოლოს ძალიან საინტერესო იყო ერთი წამით ძალიან საინტერესო იყო 15 წუთიანი გრაფიკი, ჩემთვის და 5 წუთიანი გრაფიკი სხვათა შორის. მე მიყვარს ხოლმე ხანდახან დაბალ ტაიმფრეიმებზე, მით უმეტეს ოქროზე, მით უფრო ოქროზე, სადაც უკვე ძალიან გაზრდილია საათიან გრაფიკზე, ძალიან გაზრდილია სპრედი მეთქი. სტოპის დაყენების მომენტი და შესაბამისად მირჩევია უშუალოდ 15 წუთიან გრაფიკზე შევაფასო ხოლმე მდგომარეობა. უფრო პატარა სტოპი მიწევს ხოლმე. და აი 5 წუთიან გრაფიკზე ძალიან საინტერესოა ხოლმე. და აი აქ ზუსტად ჩემთვის საინტერესო მოვლენა მოხდა, საიდანაც მე უკვე შევედი სელის პოზიციაზე და ასევე და ვიარე ასევე ძალიან კარგად. მოხდა დაჭერა აი ამ ფასების, ხო, ბაზარი მოდის ქვევით, ბაზარზე მოხდა მაქსიმუმი, მერე გავარღვიეთ ეს მაქსიმუმი, მერე მივედით ამასთან, მერე სრუგარღვევა და ვეღარ მივდივართ, ნუ ყველაფერი მაჩვენა იმისაც, რომ ნუ მითხრა რომ არა, ეს უკვე არის სელი. ნუ ჩავრთე სელი, რა თქმა უნდა, ეხლა ცოტა სახიფათო არის ეს მდგომარეობა და რატომ? იმას აგიხსნით, იმიტომ რომ მე ვიმყოფები აი აქ. აი ეს იყო სახიფათო მდგომარეობა, რა თქმა უნდა, საკმაოდ სახიფათო, არა ესეთი მარტივი სახიფათო, არამედ საკმაოდ სახიფათო. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სტოპი მქონდა პატარა, ნუ გავრისკე. ეს არის რისკის მომენტი ზუსტად, ხო? გავრისკე და არც ამიღია შორს, ანუ 1-3-თან, ბოდიში 1-5-თან, ავიღე ეს მომენტი ზუსტად და დავხურე ჩემი პოზიცია, ერთი პოზიცია, მეორე პოზიცია 1-3-თან ავიღე და ისიც დავხურე. ანუ არაფერი ეხა აქ განსაკუთრებული არის. და დღეს რას ვაკვირდებით? დღეს ვაკვირდებით იმას, რომ ბაზარმა გამოარღვია და აი ხედავთ, ხო? უკვე რომ ბაზარი აი აქ რაღაცებს აკეთებს. ჯერ ეს ერთიც დააკვირდით ეს სარკისებური დონე, ანუ დაბალ ტაიმფრეიმზე მინიმუმი მაქვს უბრალოდ და არის სარკისებური დონე. პლუს ამას დააკვირდით ახლა რაზე გავამახვილე ყურადღება, ხო? დღის მინიმუმი, ანუ წინა დღის მინიმუმი არის. ბაზარი იმყოფება წინა დღის მინიმუმთან. თქვენ კარგად იცით, რომ სანთლების კუთხით მე რა თქმა უნდა ვაქცევ სანთლებს ყურადღებას და მის მაქსიმუმ მინიმუმს მით უფრო დედა სანთელს ესე ვთქვი. ხო, როგორც თქვენ იცით, რასაც ვეძახი ამას, ნუ თავარ სანთელს. აი აქ უკვე მივაქციე ყურადღება ერთ ძალიან კარგ დეტალს. ანალოგიური ხდება მაღალ ტაიმფრეიმზე. ანალოგიური, ბევრჯერ მაქვს ნაჩვენები. მაქვს სვლა ბოლოს გარღვევა, როგორც ხედავთ, და გატესტვა ამ ესე ვთქვათ სვლის, ხო? ანუ მაქვს აღმავალი კორექციული უკუსვლა, მაქვს ამ კორექციული უკუსვლის ფლეტის გამორღვევა, ერთხელ გატესტვა, მეორედ გატესტვა და ხედავთ სადამდე წამოვიდა მერე ბაზარი. იგივე, რაც თქვათ წინაკვირას დავდე, იმის წინაკვირას დავდე, არა წინაკვირას უფრო დავდე ეს სურათები, ახსნით და ვიდეოც კი ჩავწერე ამასთან დაკავშირებით, თუ რას ველოდით და ასე შემდეგ და ეგრეთ წოდებული, რა თქმა უნდა, ფუნტზე იყო ეს ახსნილი და არა ოქროზე. თუმცა ოქროზეც ანალოგიური იყო ფაქტიურად ეს ყველაფერი. ამიტომ მეგობრებო, როდესაც თქვენ მუშაობთ, პირველ რიგში გაითვალისწინეთ კონტექსტები. აი, ყველაფერი აბსოლუტურად ნახეთ, ჩავატარე ყველაფერი სელზე. აქ არანაირი ბაი არ ყოფილა. რატო ვიძახი არანაირი ბაი არ ყოფილა? იმიტომ რომ ყველაფერი მეუბნება სელზე. როდესაც სურათი არის ამდენად ესე ვთქვათ გამოხატული, ამდენად უკვე ნათელი, რომ ყველაფერი სელზე გეუბნება, ნუ იფიქრებთ ბაიზე, ნუ იფიქრებთ აბა რა მოხდება. უბრალოდ გადადგით ნაბიჯი. ეს იქნება ძირითადში სწორი ნაბიჯი, არ იქნება არასწორი ნაბიჯი. გასაგებია რომ ხანდახან, აი მაგალითისთვის შევედი აქ სელზე, ბაზარი პატარაზე წამოვიდა, მერე ზევით ააგდო, ხო? რა თქმა უნდა, სტოპები შეიძლება იყოს. რატომ? იმიტომ რომ აქ ბაზარმა გააკეთა კიდე დამატებით მოგროვების მომენტი და 1000 ესეთი რაღაც მომენტები, მაგრამ საერთო ჯამში მე რომ შევედი სელზე, ეს უკვე არის დადებითი
ჩემთვის, იმიტომ რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. ეს არის მნიშვნელოვანი. აზრი უნდა იყოს სწორად ჩადებული. არასწორად ჩადებული აზრები იწვევენ ცუდ რაღაცეებს, აუცილებლად ცუდ რაღაცეებს. ამიტომ მეგობრებო, ყოველთვის გაითვალისწინეთ ცოტა დიდი time frame-ი, მათ შორის კვირის, თვის, დღის time frame-ი. შეხედეთ რა ხდება მაღალ time frame-ზე ჯერ პირველ რიგში, ანუ შეაფასეთ მდგომარეობა და დაიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ საით უნდა განვითარდეს მოძრაობა. ანუ ის კი არა, მოდი გამოვიცნო სად მიდის. ეს გამოცნობა ჩვენ არ გვიწევს. ჩვენ გვიწევს, რომ აჰა, ჩამოვგდება ფასის დავინახე. ნუ კარგი, ესე იგი, რადგანაც ჩამოვარდა ფასი, გამოდის რომ შეიძლება ბაზარი წამოვიდეს ქვევით. არ ვიძახი იმას, რომ გინდა თუ არა აუცილებლად უნდა წამოვიდეს ქვევით. არა, შეიძლება ბაზარი წამოვიდეს ქვევით. ესე იგი, ჩვენ უკვე ვფიქრობთ სელზე. გადის გარკვეული პერიოდი და ბაზარი ამ მონაკვეთში უკვე აკეთებს შემოტრიალებას, ხო? კლასიკური შემოტრიალება არც არაფერი განსაკუთრებული არ არის. აკეთებს შემოტრიალებას. მე უკვე ვიცი, რომ აქედან, აი აქამდე არის სელი. ამას ესე ვთქვათ, მოდი ესეთ სიტყვას გამოვიყენებ, ხო, წყალი არ გავუას ვარიანტი. მაგრამ თუ ბაზარი არ წამოვიდა ქვევით და გაარღვია მაქსიმალური ფასი, ხო, ანუ ვაკვირდები და ამ გარღვევის შემდეგ კვლავ დაიძრა ზევით, დაძვრა იციან ხოლმე ესე პირდაპირ, ესეთი ფლეტები არ იციან მაშინ, პირდაპირ დაინახავთ სვლას ზევით. თუ ამ ვარდნის მერე კვლავ დაიძრა ფასი ზევით, ესე იგი გამოდის აქ არანაირი სელი არ ყოფილა. და შესაბამისად, თუ გაარღვია ეს მაქსიმუმი, ესე იგი გამოდის, რომ უფრო მიაღწევენ ამ მაქსიმალურ წერტილს, ვიდრე არ მიაღწევენ. ამიტომ თავს ვანებებ, ამიტომ ვფიქრობ ახლა კი ბატონო, ეს ყველაფერი, მაგრამ აქ უკვე ესე იგი გამოდის, რომ ბაის სურათი წავიდა. მე უკვე ვფიქრობ ბაიზე, ანუ გარღვევის მერე ეგრევე კი არ შევდივარ ბაიზე. არამედ ვფიქრობ, რომ აი საიდან შეიძლება ესე ვთქვათ ვნახოთ ბაი, იმიტომ რომ ყველა სტრუქტურა დარღვეულია სელისკენ. და ძირითადი ესე თქო მიმართულება არის ბაიზე. რადგანაც ბაზარი სელზე წამოვიდა, რა თქმა უნდა, გინდა აქ შევსულიყავი, გინდა აქ, მე მაინც მოვიგებდი. თავისთავად მე მაინც მოვიგებდი. თეიქი ძირითადში აქამდე, რატომ ეს არის ესე ვთქვათ ის დონე, რასაც უშუალოდ ვუყურებ. ამის შემდეგ ბაზარი კვლავ მიდის კორექციაში. ეხლა აქ ერთი მომენტი არის, ხო? ბაზარი კვლავ მიდის კორექციაში. რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ ბაზარს ერთი მიმართულებით სვლა მუდმივად არ შეუძლია. ის აუცილებლად შემოტრიალდება. ცოტა ხნით, დიდი ხნით, ბევრი ხნით, 2 წუთით, 10 საათით თუ 20 დღით, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ის აუცილებლად შემოტრიალდება. ან გაფლეტავს, ან რაღაცა სხვანაირი მოძრაობები იქნება. იმიტომ რომ ბაზარმა უნდა შეისვენოს, უნდა აღიდგინოს ძალები, რომ გააგრძელოს კვლავ მიმართულებით სვლა, რა მიმართულებითაც აპირებს სვლას. აი აქ უკვე ნახეთ რამდენი დღის განმავლობაში ბაზარი მიდიოდა ზევით. რადგანაც მე ეს ვიცი, მე აქ შემიძლია რომ ვეცადო ბაიზეც სიარული. ეხლა აღარ გავამახვილებ ყურადღებას იქ რა იყო, სად იყო, როგორ იყო. თქვენ თვითონ შეგიძლიათ ნახოთ ამ მონაკვეთში სად იყო კარგი ბაი და საიდან დავფიქრდებოდით სელზე შევსრულიყავ. რადგანაც მე ველოდები სელს, თავისთავად მე აქ უკვე ვაპირებ სელზე შესვლას. ეხლა აქ არის მნიშვნელოვანი დეტალი, ხო, როდიდან და რას დავაკვირდე. გასაგებია, რომ ყველაზე კარგი მომენტი არის დამთხოვები. ანუ ერთმანეთს, როდესაც ემთხვევა რამდენიმე ფაქტორი. თავისთავად აქ მაქვს ესეთი დამთხოვითი მომენტები, აბატონო, აი ეს არის დამთხოვითი მომენტი, სადაც დაემთხვა ეს ყველაფერი. ანუ დაემთხვა რა? ბაზარი ამ ფასების ზევით ვეღარ მიდის, ეს ერთი. ეხლა ხო შეიძლება ეხლა ზოგი შემეკითხება, ხო, აქედან ვერ წასულიყო. კი, რა თქმა უნდა, შეიძლება აქედან ვერ წასულიყო, მაგრამ ისმის შეკითხვა, აქ რომ მივიდა ბაზარი, რა გააკეთა? უკან წამოვიდა? არა, რა თქმა უნდა, უკან არ წამოსულა. აი მოდი ამებს წავშლი ახლა მე. უკან არ წამოსულა აქედან ბაზარი. პირიქით ზევით გააგრძელა სვლა და არაფერიც არ შეუცვლია პლუს ამას. ხო, არაფერი არ შეუცვლია მან. დააკვირდით აქ როგორ მოხდა, ხო? აი ამ კონკრეტულ სურათზე როგორ ხდება. ბაზარმა შეცვალა მოძრაობა, ბაზარმა გატესტა ეს ყველაფერი, ბაზარი წამოვიდა ქვევით. ანუ მხოლოდ მისვლა
კონკრეტულ დონეზე არ კმარა. უნდა მოხდეს შეცვლითი მომენტები. დღეები ჭირდება ამას, ზოგჯერ საათები, ზოგჯერ თვეები, მაგრამ თუ კონკრეტული სურათი ჩვენ არ აგვაქვს აღებული, იქ რა თქმა უნდა მუშაობა არ ღირს. უშუალოდ მუშაობა არ ღირს, ამიტომ არ შეეხოთ. თუ თქვენ გათვლა გაქვთ სელზე, იქ ბაიზი არ ივაჭროთ, იმიტომ რომ თქვენი გათვლა არის სელზე. შესაბამისად, მოხდა ეს ყველაფერი, ბაზარი წამოვიდა დაღმავალი მიმართულებით და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეხლა ის მის შეკითხვა, ხო, ყველაზე ესეთ შეკითხვა, რომ რას ველით, რა თქმა უნდა, სელს ველით, აქ არანაირი ბაი არ არის. აი ზოგიერთმა იცის, აი სელი, შენ თქვი რომ სელზე წამოვა ბაზარი და ზევით წავიდა ბაზარი. რა თქმა უნდა, კორექციები იქნება, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი კორექციებიც შეიძლება იყოს. ეს რა არის, მოკლევადიანი კორექცია? მოდი დავითვალოთ, როგორი მოკლევადიანი კორექცია. აი აქედან დაიწყო და აი აქ მაგალითად დასრულდა, ხო? ეს არის 18 დღე. 18 სამუშაო დღე არის დაახლოებით 1 თვე. 2 დღე აკლია ან 3 დღე აკლია ამ შემთხვევაში. 1 თვე ბაზარი მიდიოდა აღმავალი მიმართულებით. შეგვეძლო გვევაჭრა ბაიზე, რა თქმა უნდა, შეგვეძლო გვევაჭრა ბაიზე. ანუ ბაის სცენარი აქ არ არის. ანუ არანაირი ზევიცვლა არ არის, არანაირი მაქსიმუმის გარღვევა, არც ერთი მაქსიმუმი არ არის გარღვეული. მინიმალური მაქსიმუმიც კი, ხო, აი ესეთი, აი ნახეთ, აი ესეთი მაქსიმუმიც კი რო გარღვეული იყოს. არც ერთი მაქსიმუმი გარღვეული არ არის და აქ არანაირი ბაიზე არ არის, ესე ვთქვათ, საუბარი. აქ ყველაფერი არის სელზე, მაგრამ აქ ერთი დიდი მაგრამ არის. აი ეს ძირი არ მასვენებს ამ შემთხვევაში მე. არ მასვენებს რას ნიშნავს, ხო? საკმაოდ რთული პერიოდი აქვს ოქროს ახლა. თუ მაგ ძირს გამოარღვევს, ფაქტიურად ის არღვევს საკმაოდ, ესე ვთქვათ, ძლიერ ყიდველების ზონას ამ კონკრეტულ შემთხვევაში. და შესაბამისად არ არის გამორიცხული მთელი ტრენდი შეიცვალოს. ანუ რასაც თქვენ ახლა უყურებთ, შეიძლება ეს რა თქმა უნდა გამოირღვეს, მერე შეიძლება წავიდეს ზევით, მერე შეიძლება წამოვიდეს ქვევით და შეიძლება აქამდეც კი ჩამოვიდეთ, ანუ $2000-მდეც კი ჩამოვიდეთ ფასში. არ გაგიკვირდეთ, ეს ჩვეულებრივი ამბავი არის ოქროსთვის. იმიტომ რომ რაღაცეები სოფლიო პოლიტიკაში იცვლება, მინდა გითხრათ და აი ის სურათები ზოგმა იცის ხოლმე რომ აი ვაქცევთ ყურადღებას რაღაც ინფორმაციებს, რომ ის ინფორმაციები რაც არის გამოსული და რაღაცას ეხლა წერენ და ახლა რაღაცას ლაპარაკობენ, ეს უკვე ჩავლილი არის. ეს უკვე ცოტა ანალიტიკური აზროვნება რას მოითხოვს, იცით, ახლა რო წერენ, იქ რეაქციები არის, რა თქმა უნდა, უღონდ წამიერი რეაქცია, ბევრი ესეთი განსაკუთრებული რეაქციები არ არის. მაგრამ ის კონტექსტები, რაც ჩანს ხოლმე სანამ დაწერენ და ის მომენტები, რაც ჩანს ხოლმე სანამ დაწერენ, აი ეგაა მთავარი გამოცნობა. აი აქ ამის გამოცნობა უნდა შეგეძლოთ. დაარტყეს ირანს, მოხდა ზევით ახტომა ფასის და უბედს მორჩა, აქ ნავთობი აღარ ჩამოვა ქვევით. ვამბობდი ჩამოვა ქვევით ჩვეულებრივად, აი ახლა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით შეიძლება $50-ზეც ვიხილოთ. ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტი არის, რომ რაღაცეები აქ უკვე გადაჭარბებული იყო, ანუ ემოცია იყო გადაჭარბებული, ბაზარი აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოდის დაღმავალი მიმართულებით და ესეთი გვინახავს უამრავჯერ ტრეიდერებს 2008 წლიდან ვინც არის ტრეიდერები, აი ესეთები კი არა, ისეთები გვინახავს, მეტი არ შეიძლება. ხო, და ამიტომ ის კონტექსტები რაც არის, ხშირ შემთხვევაში ხალხი აყვება ხოლმე აი ყველაფერს და მხოლოდ ეს იქ მარტო ის არ მუშაობს, ეს არასწორია, რა თქმა უნდა. უნდა შეგეძლოთ ცოტა როგორ გითხრათ, სიტყვებს შორის წაკითხვა რაღაცეების რა, ოღონდ სუფთა ინფორმაციის აქ ვიღაცამ ანალიტიკა დაწერა და ესე არა. შენ უნდა გააკეთო ანალიტიკა, ამისათვის უნდა გამოიყენო მხოლოდ მაგალითად CNN-ი, მხოლოდ BBC-ი, მხოლოდ Euronews-ი და იქ თქვათ არა რაღაც საიტებზე შეხვიდე და იმ საიტებიდან ისა დაწერილი წაიკითხო, რომ ვიღაცამ იმიტომ ის ერთხელ იყო ძალიან სასაცილო, евро-დოლარი იმიტომ დაეცაო, რომ ჰონკონგში რაღაც მოხდაო. ნუ აბსოლუტურად მარაზმი ესა რა. არ შეიძლება ჰონკონგში რაღაც მოხდეს და ის ევროზონასთან საერთოდ არ იყოს დაკავშირებული და евро-დოლარი მაგიტომ დაეცა.
ევრო-დოლარი დაეცა იმ პერიოდში, მერე აღმოჩნდა რა, Deutsche Bank-მა გადაახურდავა უშუალოდ ევრო-დოლარში და შესაბამისად დოლარი გამყარდა ამ კონკრეტულ სიტუაციაში ევრო-დოლარზე უშუალოდ. ასე რომ ესეთი მარაზმები არ გვინდა. პირიქით, კი, რა თქმა უნდა, ინფორმაციები ამოძრავებენ ბაზარს, მაგრამ როგორც ყოველთვის ვიძახი ხოლმე, რომ აქ უნდა წავიკითხოთ ეს ყველაფერი და აქ ჩანს უშუალოდ ჩვენ ბაზარზე ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი, სად როგორ მოხდება. ხანდახან უბრალოდ დაცდა არის საჭირო. რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა, ანუ ის ფულის უმრავლესობა, რა თქმა უნდა, არა ხალხის. ფულის უმრავლესობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, საიტ-წავა და ის შემდეგ უკვე რა თქმა უნდა თავისუფლად ვიმოძრავოთ. ხო, ნავთობს რაც შეეხება, ძალიან საინტერესო სურათია. სამწუხაროდ ახლა ეს მთლიანი სურათი არ მაქვს. ეს არ არის ის ფასი, სადაც ბაზარი აი პანიკის საფუძველზე ავარდა. არ არის გამორიცხული ბაზარი ჩამოვიდეს კვლავ აი ამ ძირებამდე. არ არის ეს გამორიცხული. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაქსიმუმის ქვეშ მოექცა, ძალიან ბევრი მაქსიმუმის ქვეშ მოექცა. და ის შოკი რაც მოხდა აქ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ზუსტად ამის გამო დაიძრა სქვევით, ეს ერთი. ნავთობზე საერთოდ ცალკე წარმოდგენა მაქვს და ეხლა ვერ მოვყვები ამაზე, ეს ძალიან ჩემთვის თვითონ რომ დავფიქრდი ძალიან ესეთი იყო რა შეთქმულების თეორიასავით და ამიტომ მოდი არ მოვყვები ამას. არ მეყვარს დიდად შეთქმულების თეორიები. ამავე დროს მაღალი ნავთობის ფასი ძალიან ურტყავს ამერიკის ეკონომიკასაც. თქვენ წარმოიდგინეთ. ძალიან ცუდად თანაც. ამიტომ საშუალო ფასი აინტერესებთ უფრო ძირითადად, ხო? 50 დოლარი ეს კარგი ფასია მაგათთვის, $60 კარგი ფასია. ასე რომ დაველოდოთ აი როგორ სადამდე ჩამოა ფასი. იმ შემთხვევაში თუ ატყდება კვლავ რაღაც უაზრო სიტუაცია ტრამპის გამო და სისულელი ნაბიჯები იქნება გადადგმული, არ არის გამორიცხული ბაზარი წავიდეს კვლავ ზევით, ოღონდ არ მგონია რომ გადალახოს მაქსიმუმი, ნუ $120 გადალახვა არ მგონია რომ მოხდეს. ასე რომ აი ესეთი მარტივი სიტუაციები შეიძლება განვითარდეს ბაზარზე. და რაც შეეხება ევრო-დოლარს, ფუნტ-დოლარს, ხო? ძალიან საინტერესოდ ვითარდება აქ. აქ მოხდა ორჯერ გადარღვევა, ანუ შემოტრიალების პატერნი დაფიქსირდა, ესე ვთქვათ, გუშინ. შემოტრიალდა მოძრაობა, შემოტრიალების პატერნი დაფიქსირდა. არ არის გამორიცხული ბაზარი წამოვიდეს დაღმავალი მიმართულებით. ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი რაც იქნება, რა თქმა უნდა, იქნება ეს მაქსიმუმები თავისთავად. ამ მაქსიმუმის ქვეშ თუ შემოვიდა, როგორ მოიქცევა ბაზარი და თუ მართლა ისევე დაიძრა, როგორ ვთქვათ, გარკვეული წლების წინ დაიძრა აი აქ, ხო? 2021 წელს როცა დაიძრა ბაზარი და 22 წლის ბოლომდე ფაქტიურად მოძრაობდა ესე ბაზარი, არ არის გამორიცხული ანალოგიურად ჩამოვიდეს ქვევით ბაზარი. ასევე არის ფუნტზე. ოღონდ აქ მნიშვნელოვანი დეტალი ის არის ევროსგან განსხვავებით, რომ მინიმუმი არ არის გარღვეული ფუნტზე. ჯერ კიდევ შორს არის ეს მინიმუმი, მაგრამ ამავე დროს, რა თქმა უნდა, ბაზარი ესე სწრაფად და კარგად ვერ ვითარდება ზევით, რომ ეს ყველაფერი, ესე ვთქვათ, მოხდეს, ხო? ანუ ზევით სვლა რომ მოხდეს, ჯერ ისევ სელს ველოდები, რა თქმა უნდა. სულ ეს არის მეგობრებო, რაც მინდოდა მეთქვა, გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი და ვაჭრობა, ესე ვთქვათ, გახდება უფრო სასიამოვნო. აბა წარმატებები და კეთილი ვაჭრობები.